მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში რეაქცია მძვინვარებდა. დღეში წითელი რაზმები დაძრძოდნენ. თითქმის ყოველდღე ვიღაცას კლავდნენ, ძირითადად თავადებს, აზნაურებს, სამღვდელოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. სოციალ-დემოკრატებისგან შეგულიანებული გლეხკაცობა ხელავდა. 1907 წლის დასაწყისში თბილისის ქუჩაში ვიღაც უცნობებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ილია ჭავჭავაძის უსაყვარლესი მეგობარი, პოლიტიკისგან შორს მდგომი უწყინარი კაცი ნიკო ხიზალიშვილი. ამ საშინელმა ამბავმა ილია ძალიან დააღონა. ნიკოს სიკვდილის შემდეგ პირზე ხიმილი აღარ მოსვლია. როგორც ჩანს, სიკვდილის წინათ გრძნობაც არ ასვენებდა, მაგრამ თავმოყვარეობის გამო არას ამბობდა. მარიამ ორბელიანი, ილიას ოჯახის მეგობარი. ილიამ საგურამოში იმ საბედისწერო გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი საღამო ჩვენთან გაატარა. ძლიერ დაღვრამელი იყო. საგურამოში ცოლის წაყვანა არ უნდოდა, მაგრამ კნეინა ოლხამ შესაძლებელია პირველად თავის სიცოცხლეში. ისეთი დაჟინებით მოითხოვა თავის სურვილის შესრულება, რომ ილიამ მოულბა და დათანხმდა. გამგზავრების დღეს თითქოს რაღაცა წინათგრძნობის ძალით მივედი მათთან გამოსათხოვებლად. ოლხა თადაუზის ასულის ეზე იდგა, კანგალებული აჩქარებით ქაღალდს ეშლიდა. როცა შევედი, მომესალმა და თვალცრემლიანმა მითხრა. რომ იცოდეთ, რა ცუდი ხაღალდი ამოდის, საშინელ ამბებს მიწინასწარ მეტყველებს. ვეხვეწები ილიას გადადოს წასვლა. ვიცი, უბედურება მოხდება, მაგრამ ის ყურს არ მიგდებს. საწყალ ქალს ქაღალდის სრული რწმენა ჰქონდა, კვნესო და ტიროდა. ვეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ. ამ შენობაში, რომელიც ილიას დას ელისაბედს ეკუთვნოდა, ივერიის რედაქციას ედობინა. ერთხანს ილიაც აქვე ცხოვრობდა. სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა მან პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც ძირითად მიზნად საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოპოვებას დაისახავდა და ქართველებს შორის ეროვნული გრძნობების გაღვიძებას შეეცდებოდა. ეს პარტია პირველი საერო პარტია იყო, რომელმაც აბაძა სასულიეროს და საკუთარი წმინდანი წამოაყენა. თქვენ შეგეძლოთ კრიტიკის ქარცეცხლში გაგეტარებიათ რუსთაველი, ბარათაშვილი, პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი, შექსპირი, გიოტე ბატონება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძე. ის ხელშეუხებელი იყო ბატონება. ის მხოლოდ პირჯვრის საწერად იყო გამოცხადებული ფედერალისტების მიერ. ილიას კანონიზაცია მოხდა ბატონება. ილიას ხატი დაიწერა. მისი ხატობა ხშირად იმართებოდა, თუმცა ჩვენ ხატობის ხანა კარგახანია გავიარეთ. დიახ. დროა ბატონებო. ფედერალისტების ხატობას ძირი გაესინჯოს. არმაზის ალაგას აღმართულ ამ კერპს თავის ალაგი ეჩვენოს. ნოე ჟორდანია, ილიას პოლიტიკური ოპონენტი. ეს ადამიანები რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის ყველაზე ორთოდოქსი მიმდევრები იყვნენ და რადგან რუსეთისთვის ეროვნული პრობლემა არ არსებობდა, მიაჩნდათ, რომ ეროვნული პრობლემა არც საქართველოსთვის იყო აქტუალური. პელაგიამ კურნალიძე, ილიას მოახლე. მე ვარ პელაგია, შაქროს ასულემ კურნალიძეი. ამ სამი თვის წინათ საგურამოში რომ გახდით, ილიას მზარეულმა სოფიო უნდილიშვილმა მითხრა, რომაო თავადი უნდა მოკლან. რათა მეთქიქა? იმიტომ რომ პარტია გაჯავრებული ყოფილა სახელმწიფოსათა ბიროში რათა ირჩიეზო. თანაც ამბობენ გლეხებს ავიწროებსო. ვინ გითხრა მეთქი და რა ვიცი, ყველანიცა ლაპარაკობენო. ძალიან ავარ შეშინებული. ილია იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში, რომლის კარი ღია იყო. დამინახა და ჩემსკენ გამოემართა. ელაპარაკე მის საბრალო მეუღლის შიშზე, მინდოდა გადამედებინებია გამგზავრება, თუნდაც მარტო მისი გულისათვის, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწია. მითხრა, რომ არას გზით არ შეეძლო წასვლის გადადება, რომ უსათუოდ უნდა წასულიყო. სწორედ რომ მოცნაური ბედისწერა იყო. 1907 წელს კავკასიის მეფის ნაცვალი გრაფი ვორონცოვ დაშკოვი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს წერდა, რომ იგი მხარს უჭერდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს,
რადგან ის ერთადერთი პარტია იყო საქართველოში, რომელიც თავისი პოლიტიკური მიმართულებით იცავდა რუსეთის იმპერიის მთლიანობას და ებრძოდა ქართველ თავადაზნაურობაში დამკვიდრებულ ნაციონალიზმს და რუსეთისგან ჩამოშორების ტენდენციებს. ჩვენ ქართველ სოციალ-დემოკრატებს აწმყო გველივით გვეზისხება, ხოლო წარსული ჭირივით გვეჯავრება. ჩვენთვის ნაციონალური კულტურა არ არსებობს. ნაციონალურ ენას მხოლოდ პირობითი და წარმავალი მნიშვნელობა აქვს. ხოლო რაც შეეხება ნაციონალურ ზნეჩვეულებებს, ისინი მხოლოდ კონსერვატორობის გამომხატველია. ჩვენი იდეალი საკაცობრიო იდეალია. ამ იდეალით ცოცხლობთ, ამით ვსაზრდოობთ და ამით ვიმედოვნებთ. ჩვენ ნათელი მომავლისაკენ ვიყურებით. ფილიპე მახარაძე, ილიას პოლიტიკური ოპონენტი. ბრძოლა ილიას წინააღმდეგ 1900 წლის 16 იანვარს გიორგი წერეთლის დაკრძალვის დღეს დაიწყო. სამგლოვიარო სიტყვებში გამომსვლელებმა ზიზღით მოიხსენიეს ივერია და ილია ჭავჭავაძე, ხოლო ცნობილმა სოციალ-დემოკრატმა კარლო ჩხეიძემ მას უნაყოფო ხე და შხამიანი ბალახი უწოდა. ილიას ლანძღვაგინებამ მომდევნო დღეებში გაზეთ კვალის ფურცლებზე გადაინაცვლა. ილია თავისი მტკიცე ხასიათისა და პიროვნული ძალის წყალობით გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. მაგრამ როგორც ჩანს, მასზე იმდენად იმოქმედა ამ დაუზოგავმა შემოტევამ, რომ ავად შეიქმნა, ლოგინად ჩავარდა და თითქმის მთელი მაისი ვეღარ ადგა. ბედად იმხანა თბილისში კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი ვაგნერი ჩამოვიდა. ილიას საგურამოში ეწვია, გულდასმით გასინჯა და ურჩია, რომ ბერლინში პროფესორ ლეიდენთან წასულიყო სამკურნალოდ. 1900 წლის 20 ივნისს ილია მეუღლესთან ერთად თბილისიდან გერმანიაში გაემგზავრა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1900 წლის მაისში ილიას გულის ინფარქტი გადაუტანია, რაც უთუოდ შედეგი იყო იმ საშინელი შეურაცხყოფისა და ცილის წამების ნიაღვისა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაზეთ კვალიდან რომ მოედინებოდა. შინაურები ამჩნევდნენ, რომ ბოლო ხანებში ილია საგურამოს სახლის აივანს გაურბოდა, ალბათ შიშობდა ბაღიდან არ მესროლონა. ილია მარტო იყო. 62 წლის ჯანგატეხილი ადამიანი მარტო ებრძოდა ახალგაზრდა დემაგოგების ლაშქარს. ივერიის რამდენიმე თანამშრომლის გარდა სიტყვა არავის შეუწევია, ვერდით არავინ დასდგომია. დუმდნენ სამოციანელები, დუმდა აკაკი, იაკობი, დუმდა ვაჟაც. არავინ იცის რა იყო ამის მიზეზი, როგორ უძლებდა მათი გული ილიას ასეთ გამათრახებას. რა გასაკვირია, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში ილია დამარცხდა, ფიზიკურად გატყდა და ბრძოლის ველს გაეცალა. ზეიმობდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. უკვირდათ კიდეც ასე იოლად რომ დაამარცხეს უძლებელი ლომი, მაგრამ მათ განსვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ილიამ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის სახელით საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენა. პოლიტიკური ავტონომია ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო. რადგან ვიცოდით, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს არსებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა. ილია ჭავჭავაძის მოწადინებით ეს საკითხი მალე სახელმწიფო საბჭოს მსჯელობის საგანი გახდებოდა. ქართველი ესდეგები კი გულხელდაკრეფილები ვერ დაველოდებოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას. ილია უნდა შეგვეჩერებინა სასწრაფოდ. უნდა შეგვეჩერებინა დაუყოვნებლივ. 1905 წლის 10 აპრილის მოგზაურში ქვეყნდება ვინმე ვანო ნაცლიშვილის ვრცელი კორესპონდენცია, საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება, რომელიც იტყობინება, რომ ილია სასტიკად ექცევა გლეხებს, პირუტყვებად მიაჩნია ისინი და წყალსაც კი არ აძლევს. კორესპონდენციაში აღწერილი იყო შემთხვევა, როცა ილიას მოურავმა ერთ საცოდავ ღარიბ ღატაკსა და ავადმყოფ გლეხს სავსე კოკები თავზე დაამტვრია და იქვე დასძენდა. ამ ამბავს ილია ჭავჭავაძე ბალკონიდან უყურებდა 400 მანეთიან ქურქში გახვეული, გულიანად იცინოდა და თანაც აკებდა ერთგულ მოურავს. ოჩახ, მემარნიშვილო, ოჩახ, ეგრე სუსხი უნდა მისცე, რომ თავზე არ წაგვასხდნენო. ერთი კვირის შემდეგ 17 აპრილს ივერიაში დაიბეჭდა ილიას წერილი რედაქციის მიმართ, სადაც მან პასუხი გასცა მოგზაურის კორესპონდენტს და დაამტკიცა, რომ მის მიერ შეთითხნილი ინფორმაცია თავიდან ბოლომდე საზიზღარი ცილის წამება იყო და მეტი არაფერი.
1905 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარეობიდან გადადგა. 5 ივლისს კი დაწერა ანდერძი, რომლის ძალითაც მთელ თავის უძრავ-მოძრავ ქონებას მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს უტოვებდა. ოლღას გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა დარჩენოდა. გიგლა ბერბიჭაშვილი, ილიას ერთ-ერთი მკვლელი. ჭავჭავაძეს მოკვლაი. პარტიამ დაგვავა. ფილიპე მახარაძეი ამბობდა, რომ ილიაიო, შრომელების სისხლმსმელი და მჩაგვრელი მემამულეი არის. თავზეი ძალა არ იყო, უნდა მაგვეკა. თუ არ მავკლავდით, პარტიაი სისხლზეი გადაგცემა. ეს სისხლზე გადაცემაი რა იყო იცით? აი, ბრძანებას არ შეასრულებდი. და ოჯახს დედაბუდიანად ამოგიხოცამდნენ. თელ საგვარეულოს გაგიჟუჟამდნენ. ეგრე იყო მა. 1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის საგანგებო კრებამ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგს მიავლინა, რათა მას სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე საბჭოს წევრად აირჩიეს. სახელმწიფო საბჭოში ილიას მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი ქართველი ერის უფლებების, მისი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა იყო. მაგრამ სახელმწიფო სათათბიროში ქართველ სოციალ-დემოკრატთა წარმომადგენლები, მათ შორის ნოე ჟორდანიაც, ცხადია გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ ამ პროექტს და ამიტომ ილიამ მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. იგი ქართველ ესდეკთა ლიდერებს შეხვდა. ამ შეხვედრის მოწყობა ილიას მეგობარმა, გამოჩენილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა იკისრა. მან პეტერბურგის საუკეთესო რესტორან ევროპაში სადილი გამართა, რომელზეც ნოე ჟორდანიას გარდა სახელმწიფო სათათბიროს კიდევ 3 სოციალ-დემოკრატი წევრი, რამიშვილი, გომართელი და ჯაფარიძე მიიწვია. სტუმრებს ილიასათვის პირობა მიუციათ, ჩვენს საქართველოს ავტონომიას არც დავიცავთ და არც მის წინააღმდეგ ვიტყვით რამესო. რამდენად სანდონი იყვნენ ისინი? იქნებ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ილიას მოკლა და იცოდნენ, რომ იგი ამ პროექტის განხორციელებას ვეღარ მოასწრებდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უსაბუთობის გამო დღეს თითქმის შეუძლებელია. სახელმწიფო სათათბიროს პირველ სესიაზე საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის საკითხი არ განხილულა. ეს საკითხი ვერც მეორე სესიაზე გავიდა, რადგან იგი 1907 წლის 2 ივნისს ვადაზე ადრე დაიხურა. საქართველოში კი ჭორი გავრცელდა. ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერატორს პირადად შეხვედრია, საქართველოს ავტონომიაზე დაუთანხმებია და ახლა ეს საკითხი დუმამღა უნდა დაამტკიცოსო. იმასაც ამბობდნენ, იმპერატორს ილიასთვის რაღაც ღერბიანი და ხელმოწერილი ქაღალდი მიუცია, სადაც პირობას იძლევა, რომ საქართველოს უსათუოდ გაათავისუფლებსო. როგორც ჩანს, ეს გულუბრყვილო ჭორი ქართველმა სოციალ-დემოკრატებმაც დაიჯერეს და თურმე იმ ღერბიანი ქაღალდის ძებნაში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს მთელი მისი სახლი გადააკუთეს. იმავე წლის 7 ივნისს, როცა ილია ჯერ კიდევ პეტერბურგში იმყოფებოდა, საგურამოში თავს დაესხნენ მის მოურავ მოსე მემარნიშვილს და ცოლთან ერთად მოკლეს. ალბათ გახსოვთ, ეს ის მემარნიშვილია, რომელსაც ჟურნალმა მოგზაურმა საგურამოელი გლეხის ცემა და მისთვის წყლით სავსე კოკების დამტვრევა დააბრალა. შურისძიებაც სწორედ მისი მკვლელობით დაიწყო. მე ყველაფერი წინასწარ ვიცოდი. ადრითო გამორთხილეს, რომ ეტრი ამა და ამალაგზე ძიდა მურსყეში უნდა გააჩერო. რა დამეთქი? რა თაოდა? შენი თავადი უნდა ჩაოძაღლოთ იმათაო. რას ამბობდი? რასაც ვამბობთო? პრინტი არავისთან დაძრა თორე შენც მოკლავთ და ოჯახსაც უერთერად ამოგიწყვიტამთო. მაგრამ უნდა მიქნა.
ნეინა ულღას მარცხენა ყბის ძვალი აქვს გატეხილი. თავზე 10 ჭრილობა აქვს. ქირურგსა გაუსინჯნია, ჭრილობები შეუხვევია და ქალაქშიც წაიყვანეს. 31 აგვისტოს დილითა გონს რომ მოვიდა, ესე წამოიძახა. უთხარით ილიას არ წავიდეს, საშიშიაო. საშინელი სანახავი იყო ნეინა ულღაი. თავპირი სულ დაჟეჟირი, დამტრეული, ცალი თვალი მთლად ჩასისხლიანებული, მეორეც გასიებული. მეურმეებს უთქვამთ თურმე კნეინა ძალზე ყვიროდა და შველას ითხოვდა. რო დაგვინახა, დაგვიძახა. ვითომც ეკლესია აგიშენებიათ, აგვიყვანეთ, წაგვიყვანეთ. გრძნობა დაკარგული ქალი ეტლით საგურამოში წაუყვანიათ. ილიას და იაკობის ცხედრები კი შემთხვევით გამოვლილი ურმებით წაუსვენებიათ. რა მოხდა მე გადაჭრით არ მახსოვს. ვინ დაგვისხა თავს, რამდენი იყვნენ. ვინ დამჭრა მე. რა დაემართა ამ დროს ჩემ ქმარს, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის მახსოვს. თავდასხმის შემდეგ ვიღაცას მივყავდი. ალბათ საგურამოში. მგონი ქართულად ვეუბნებოდი, რას აკეთებ მეთქი. ვეხვეწებოდი. ხელი გაეშვათ ჩემთვის, რომელიც ვიღაცას ეჭირა. კიდევ მახსოვს, არ მინდოდა საგურამოში ჩემს სახლში ზევით სართულზე ასვლა. ვითხოვე ქვევი დატოვება. მე გახლავართ მაზრის ექიმი აბელ იაშვილი. საგურამოს სახლში ილიას ცხედარი მე გავსინჯა და სათანადო აქტიც შევადგინე. ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა 3 ჭრილობა. 1 ტყვიისაგან მკერდში და 2 თავში, თოფის კონდახისაგან, ანუ კეტისაგან. თავი ერთ ადგილას გატეხილი ჰქონდა, ხოლო მეორე ალაგას ჭრილობა ძვლამდე იყო დასული. მიცვალებულს პიჯაკი არ ეცვა. ჰალსტუხი ყელზე შეხსნილი ჰქონდა. მარცხენა ხელზე მანჟეტი არ ჰქონია. მარჯვენა ხელზე მანჟეტი წამოძრობილი ჰქონდა და ეკიდა პერანგის სახელოზე. შიგნით გულბოხში ტყვიას გაუვლია პირდაპირ გულში. შიგნეულობის გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ ილია ჭავჭავაძე სნეული ყოფილა. გული იყო გაქონებული და მისი მარცხენა კედელი ძლიერ გათხელებული. ფილტვებიც მზადიანი ჰქონდა. ხანმოკლე იყო თხემის სიცოცხლისა. უგუნურებმა მოკლეს ავადმყოფი 70 წლის მოხუცი. ილიას ცხედარი საგურამოდან თბილისში 6 სექტემბრის საღამოს მოასვენეს და სიონის ტაძარში დაასვენეს. 9 სექტემბერს გასვენების დღეს წირვა დილის 8 საათზე დაიწყო. პროცესია მთაწმინდისკენ 12-ის ნახევარზე დაიძრა. ილიას გვამი ტაძრიდან გამოასვენეს ნიკო ცხვედაძემ, ანტონ ფურცელაძემ, არტურ ლაისტმა, მეფის ნაცვალმა ვორონცოვ დაშკოვმა, გიორგი ბაგრატიონ დავითაშვილმა და სხვებმა. კუბო ეტლზე დაასვენეს. სამგლოვიერო პროცესიამ, რომელშიც დაახლოებით 100,000 ადამიანი მონაწილეობდა, გაიარა სიონის ქუჩა და ერევნის ახლანდელი თავისუფლების მოედანზე ავიდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობის აევნიდან იმჟამად შეუძლოდ მყოფმა აკაკი წერეთელმა განსვენებულს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა. შვიდობით, მამო. გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთ სულავს ვეტეოდით. ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტო დარჩენა დაუბლება ძნელია. თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენ სუყდავი იქნეს. და თუ სასიკვდილოა როგორც სურს და გონია, მაშინ ნეტავი შენ რომ მაგ შენი სიკვდილი წინ უსწარმის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ. შვიდობით, ძმაო. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ხალხში ქვითინი გაისმა. პროცესიამ გაიარა გოლოვინის პროსპექტი, აუხვია ჭავჭავაძის ქუჩაზე და მამა დავითის ქუჩით გაემართა მთაწმინდისკენ. ნუ თუ ჩვენმა ჭეშმარიტმა ქართველებმა ვერ გაიგეს, რომ რევოლუციური აქტის მსხვერპლს გვირგვინ საფლავზე არ მიუტანთ. ილია ჭავჭავაძე ჩვენი იდეური მტერი იყო და მიიღო ის, რაც დაიმსახურა. მართალი იყო ნოე ჟორდანია, როცა თქვა, სადაც ხეშჭრიან, იქ ნაფოტიც ცვივაო. ილია ერთი რიგითი ნაფოტი იყო რევოლუციის სამსხვერპლოზე. 1908 წლის 28-29 ნოემბერს შედგა კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლო, რომელმაც ილიას მკვლელებს, თედო ლაბაურს, გიგოლა მოძღვრიშვილსა და გიორგი ხიზანიშვილს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. დანარჩენი მკვლელები, გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ვანო ინაშვილი გაქცეულები იყვნენ და მართლმსაჯულებას ემალებოდნენ. საგულისხმოა, რომ მეფის ხელისუფლების გამომძიებელი ილია შენკო, რომელმაც მკვლელობის ორგანიზატორებს სასამართლო ააცილა, დიდი პატივით სარგებლობდა როგორც ჟორდანიას ხელისუფლების პერიოდში, ასევე ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგაც. 1908 წლის 13 დეკემბერს გაზეთმა დროებამ გამოაქვეყნა ილიას ქვრივის წერილი. სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა ჩემი ილიას მკვლელებს, მაგრამ მე ღრმად მწამს, დღეს ჩემი ქმარი რომ ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმად, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა. სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სულიერი ძალღონე, ღვთის მიერ მასზედ მოვლენილი მაღალი ნიჭი, კაცთა შორის სიყვარულის გამტკიცებას შესწირა. და ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში ილიას ხსოვნა იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება. მე მხოლოდ იმიტომ დავრჩი ამ ქვეყნად, რომ შევუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ილიაც შეუნდობდა. სამხედრო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. 17 დეკემბერს პოლიციელებმა მოკლეს ციხიდან გაქცეული პავლე ფშავლიშვილი. მეორე დღეს თბილისთან ახლოს ვინმე შაქრო ყასაბის ბინაზე დააპატიმრეს ვანო ინაშვილი. ამასობაში საპატიმროში გარდაიცვალა გიგოლა მოძღვრიშვილი და რადგან ბერბიჭაშვილს ვერსად მიაგნეს, მხოლოდ ცოცხლად დარჩენილი სამი მკვლელი ჩამოაღწიეს. მკვლელობის ორგანიზატორთა სიის მიღმა დარჩა კიდევ ერთი შაუბნელი პიროვნება, ილიას მოურავი დიმიტრი ჯაში, რომელმაც ფაქტიურად შანტაჟით დაიკავა მოკლული მოსე მემარნიშვილის ადგილი. მრავალი წყარო ადასტურებს, რომ ის მეფის ოხრანკისა და ქართველი სოციალ-დემოკრატების ორმაგი აგენტი იყო. ირანში გადახვეწილი ბერბიჭაშვილი საქართველოში 1920 წელს გამოჩნდა. დადიოდა და იკვეხნიდა, ილია ჭავჭავაძე ამ მარჯვენით მე გამოვასალმე სიცოცხლესო. მაგრამ 1941 წლამდე მისთვის თითიც არავის დაუკარებია. ის კი არა, როგორც ძველი რევოლუციონერი, 1929 წლიდან პერსონალურ პენსიასაც კი იღებდა. მის მფარველს ფილიპე მახარაძეს დიდი გავლენა ჰქონდა მაშინდელ საქართველოში. მაგრამ 30-იანი წლებიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მიიღო სტალინის განკარგულება, დაეწყოთ ილიას მკვლელობის გამოძიება და ამასთან მოეხდინათ მისი რეაბილიტაციაც. იმ ხანებში ბერიას უთქვამს, რად უნდა სტალინს ილიას მკვლელების ძებნა. ერთი აგერ მყავს პრეზიდენტის სავარძელში, მეორე კი მოსკოვში უზის, კომისრადო. ცხადია ფილიპე მახარაძეს და სერგო ორჯონიკიძეს გულისხმობდა. არსებობს არაპირდაპირი მონაცემები, რომლებიც ილიას მკვლელობაში რკინის სერგოს მონაწილეობაზე მიუთითებს. ნოე რამიშვილის დიშვილმა, შალვა ბერიშვილმა თავის მოგონებაში აღწერა მენშევიკების პარიზული შეხვედრა. როცა იქ სერგო ორჯონიკიძეზე ჩამოვარდნილა სიტყვა, ერთ რუს მენშევიკს უთქვამს, მე თვითონ დავესწარი ბოლშევიკთა შეკრებას, სადაც ისინი რევოლუციის წინაშე თავისი დამსახურებებით იწონებდნენ თავს. ორჯონიკიძემ პირველ რიგში ქართველი თავადისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობა დაასახელაო. 1934 წელს იგივე უთქვამს გიგლა ბერბიჭაშვილს, თედო სახოკიასა და ალექსანდრე სიგუასთვის. მე რეღა გავიგე, რომ ის იმერელი ბიჭი სერგო ორჯონიკიძე ყოფილაო.
1936 წელს გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა ვრცელი წერილი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 1 წლის შემდეგ კი ილიას იუბილეც აღნიშნეს. ეს ყველაფერი სტალინს უეჭველია იმიტომ დასჭირდა, რომ მანამდე ბერლინში გამოიცა იოსებ ირემაშვილის წიგნი „სტალინი და საქართველოს ისტორია“, სადაც იგი ილიას მკვლელობის ერთ-ერთ არაუშუალო მონაწილედ დიდ ბელადსაც ასახელებდა. ამ წიგნმა სტალინი გააცოცა. ილიას რეაბილიტაციითა და ბერბიჭაშვილის სასამართლოთი იგი საკუთარ რეაბილიტაციასა და ქართველების გულის მოგებას შეეცადა. თანაც ფილიპე მახარაძე მოიშორა თავიდან, რომელიც გულზე არასოდეს ეხატებოდა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას თვით მრისხანე NKVD აწარმოებდა. დაპატიმრებული ბერბიჭაშვილის წინასწარი დაკითხვების პროცესში ხალხში გამოჟონა ინფორმაციამ, რომ გიგლა ბერბიჭაშვილმა ილიას მკვლელობის ორგანიზატორად ფილიპე მახარაძე დაასახელა. სასამართლომდე 2 კვირით ადრე 1941 წლის 10 დეკემბერს ფილიპეს გულის ინფარქტმა უწია და საიქიოს გაისტუმრა. ილია ჭავჭავაძის მკვლელებიდან თითქმის ყველა არაბუნებრივი სიკვდილით წავიდა ამ ქვეყნიდან. სერგო ორჯონიკიძეს მისმა პატრონმა იოსებ სტალინმა მოუღო ბოლო. დიმიტრი ჯაშიკის საკუთარმა ცოლის ძმამ, მილიციელმა მიხეილ კობლატაძემ მოკლა. მოსამართლე ისიდორე ევდოშვილმა რასაკვირველია სტალინის მითითების თანახმად საქმე ისე წაიყვანა, რომ ყველაფერი მეფის ოხრანკას დაბრალდა. მაგრამ პროცესზე მაინც გაისმა ფილიპე მახარაძის სახელი, ახსენეს იმერელი ბიჭიც, თუმცა სასამართლო ყველანაირად ცდილობდა მათთვის გვერდი ეელო. დიდ ბელადს არაფრად ენაღლებოდა უკვე გარდაცვლილი მახარაძის რეპუტაცია, მაგრამ არ უნდოდა, რომ მკვლელობის კვალი ბოლშევიკურ პარტიამდე მისულიყო. იქნებ სწორედ ამიტომაც დამარხეს ფილიპე მახარაძე მთაწმინდაზე, ილიას საფლავიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. მე ამათი დღის განმავლობაში გავიგეი თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძე ქართველი ხალხისათვის. რა ღვაწლი და ამაგი მიუძღვის მას ქართველი ერის წინაშე. რა ვერაგობაი და საზიზღრობა იყო მისი მკვლელობაი. განა ეს საკმარისი სასჯელი არ არის ამისათვის კიდე ზედმეტი ცილისწამებით არ მშვიდეთ. დასაჯელი უნდა დაისაჯოს. დამნაშავემს სასჯელი უნდა მოიხადოს. მაგრამ მე მგონი არც თქვენ, არც ღრმად პატივცემული საზოგადოებაი, არც თვით დიდი ილია, ვისაც ხალხმა თავს დაფნის გვირგვინი დაადგა, არ ისურვებდა, რომ ამ გვირგვინის მწვანე ფოთოლი ჩემი ბინძურის სისხლით შეღებილიყო. გიგლა ბერბიჭაშვილს ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მალე სასჯელის უმაღლესი ზომა 10 წლიანი პატიმრობით შეცვალა. ილიას ერთ-ერთი მკვლელი თბილისის საპატიმროში გარდაიცვალა. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმეერი, ძიმე ყალნით, ლამას ფალნით, მორთული და მშვენიერი, უწყინარი, უჩინარი, ქედდრეკილი მადლიერი, უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი წესიერი, ყოვლად მთმენივით ჯორცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმეერი. ყველა უნჯი, ყველა მონჯი, გულჩვილი და ლმობიერი, თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი, ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი გულხმიერი, მცირე, დიდი, ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმეერი. მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი, უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი, მტრის არმცნობი, მოყრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინძლიერი, არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი, ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმეერი.